გაგიჟდაო რა, მე მგონი კოტეჯებს უკეთებს გატოს. ხო, სინამდვილეში როგორ იყო ამის ისტორია, რომ ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე არ მიხდება ეს პაწაფერმა და ჩემს დაპაწავებას ჯობია ფერმა გავზარდო და პროპორციაში მოვასწრო. პაწაგოგო რომ იარება ის გადაცემაო და ხო, მოკლედ პაწაგოგოს გადაცემას ვიწყებ. უკეთესი დარჩა. დაღერღილი სახით მიცემა რატომაც რა. დავწმუნდია მაშინ მე თვითონ. შარშან მარტი მოდიოდა მე მგონი მურმანს რომ გამოვაგზავნინე 10 ლივენური წიწილი. საკვებს და წყალსაც თავისუფლად აწოდებ, ჩაუდგამ. მერე დასაჭერადაც მარტივია სიტყვაზე, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რა ვიცი, სოფელში ვართ, მაგრამ ადგილობრივები ყიდულობენ კვერცხს. უკვირთ როგორ ზდი წიწილს და არ იღუპება. დვალები გურულები ხართ? არა. რაჭველები ვარ. რაჭველები. ეს დედულეთია ჩემი და. ტკბილ მოგონებებს წამოვყევი ასე. დააგარია? ისი აქ გაზრდილი ვარ ძირითადად, ქალაქში. ნატანებია ხო? კი, ნატანები, სოფელი ნატანები. აი თუ ეძებ გულწრფელობას, ნაღდობას თუ ეძებ, ხო, აი აქედან უნდა დაიწყო რა, ძებნა და. ამ ხრივ რასაც ხედავ, ყველაფერი მართალია, კაცი თუ შეხვდება და რამეს გეტყვის, ისიც ნაღდია რა. წარეს გეტყვის თუ ტკბილს, ნაღდია და ვერ გაექცევი. საინტერესოა ამ კუთხით საქმიანობაც და ცხოვრებაც და სამ შვილთან ერთად მოვედი და ასე ვთქვათ, გასარისკი არ მქონდა. დარწმუნებული ვიყავი და მოვედი. რომ გინდოდათ აქ ყოფნა. ხო. თავის გატანაც და საინტერესო ცხოვრებაც რთულია სოფელში რაღაც კონკრეტული საქმის გარეშე. ხოდა ჩვენ მოვედით პაწაფერმაში, მაგრამ არც ისე პაწაა თქვენი ფერმა რო უყურებ. ხო, რა ვიცი, შეიძლება იყოს. ძალიან ლამაზად მოწყობილი. პაწაფერმასაც თავისი ისტორია აქვს, ხო, აი გეკითხებიან ხოლმე რას აკეთებ, ეს ყავს, ის ყავს. პაწაფერმა გქონიაო და რატო? ახლა ერთი დილემის წინაშე ვართ, რომ ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე არ მიხდება ეს პაწაფერმა და ჩემს დაპაწავებას ჯობია ფერმა გავზარდო და პროპორციაში მოვასწრო. თუ გაიზარდა ფერმა სახელს ხوار უცვლით. არ ვიცი, ალბათ დავტოვებ, ნახოთ. და ნახოთ ამ პაწაფერმაში როგორ კეთდება დიდი საქმეები. სხვათა შორის სანამ ნახავთ ამ საქმიანობას, ბარემ იუმორით დავიწყოთ. ეს რომ დამიკავშირდა რეჟისორი, რომ გადაღებას აპირებდა, თქვი რომ ასე მოსვლას აპირებენ მეთქი და ვერ გაიხსენეს გადაცემა. და მოკლედ თქვენი გადაცემა გურიაში მონათლული ასე. რომელია მაიო? ასე აუხსენდა. პაწაგოგო რომ დარდი. პაწაგოგო რომ იარება ის გადაცემაო და ხო, მოკლედ პაწაგოგოს გადაცემას ვიწყებთ, ხო? პაწაფერმაში. პაწაფერმაში, წავედი. ეხლა გვიწევს ჭამა, დილის საუზმე. და გაკვირდებით გიყურებთ, ნახოთ როგორ ართმევთ თავს თქვენს საქმეს. სულ რამდენი ფრთა ყავთ? 150 ფრთა არის დაახლოებით. ო, შვენიერი. თავიდან როგორ დაიწყეთ? თავიდან სხვათა შორის სენაკის ფერმიდან შევიძინეთ 10 ცალი წიწილი. 10 წიწილით დაწყებული ამბავია, როგორ მიყვარს? ხო, საკვებზეც თეორიის სიტყვა. ხო. ბევრს კითხვა აქვს თავისთავად, რომ მოხმარების პროდუქტია, ხო და როგორ ყვებავთ, რას იყენებთ და ჩვეულებრივად ტრადიციულად სამი ტიპის მარცვალი, ქერი, სიმინდი, ხორბალი, პატარა წისქვილი შევიძინეთ და დაღერღილ სახით ვაძლევთ. და ის სიცივეები, ყინვები როცა არის და ზამთრის პერიოდია, ასე ვთქვათ, ვაძლევთ ვიტამინიზირებულ საკვებსაც, კომბინირებულს. ვამზადებთ ასე ბუჩკაში. ხო, რატომ დაღერღილი? სხვათა შორის შეიძლება გამოცდილ ფერმერებს გაეცინოთ, მაგრამ უკეთესი დარჩა. დაღერღილი სახით მიცემა რატომაც რა. დავწმუნდია მაშინ მე თვითონ. დაკვირვება? ხო, აი მაგალითად
მოხმარების შემდეგაც როცა დავკალეთ ფრინველი ოჯახისთვის მაგალითად უფრო გაზრდილია, უფრო ქონის რაოდენობაც უფრო მეტი იყო და ფრინველიც ძალიან კარგად ზნობს თავს და ალბათ უფრო ერგება, არ ვიცი, ასე ზუსტად ვერ გეტყვი. ესე იგი თქვენი ფერმა ახლა რა პერიოდს ითვლის? დაახლოებით? შარშან მარტი მოდიოდა, მე მგონი, მურმანს რო გამოვაგზავნინე 10 ლივენური წიწილი. მურმანი ჩვენი რესპონდენტი სხვათა შორის სენაკიდან. აქიდან მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რისთვის. გულახდილობისთვის და აი მისი მოცემული რჩევადარიგებებით მოხდა ეს ყველაფერი რა. კი მეც ვეცნობი ლიტერატურას რაღაცებს უყურებ, მკითხულობ, სხვა სვის გამოცდილებასაც ვიზიარებ, მაგრამ ძირითადი მაინც მურმანის მითითებები გამოდგა ასეთი. ლამაზები არიან. აქ სხვადასხვა ჯიშებია? ძირითადად ადგილობრივია და ლივენურ ნაჯვარი. ეს ლივენური რითაა გამორჩეული და რატომ მიიქცია თქვენი ყურადღება ასე ძალიან? ხო, პირველ რიგში არის ორი მიმართულების, მეკვერცხულ, მეხორცული მიმართულება და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივ გარემოს ეგუება ადვილად. დაავადებები ნაკლებად შეჩვეულია რა ამ პირობებს და ასე ვთქვათ გამოდგა. ადაპტაციას შვენივრად გადის. ახლა ამათი წარმატება მაინტერესებს საუკეთესო პირობებში, საუკეთესო მოცემულობაში, რამდენად საინტერესო შედეგებს დებს. ხო, სხვათა შორის აქცენტი არა გვაქვს გაკეთებული ზომაზე და წონაზე. ცოტა ისეთი საკითხია, ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ამ ყველაფერს, რატომღაც ეხლაც აი წიწილზე იქნება თუ ქათამზე, როცა მომხმარებელი გიკავშირდება, რამდენი კილოგრამი პირველი შეკითხვა, ნომერ პირველი შეკითხვა, რომ რამდენი კილოგრამი გახდება 2 თვეში, 3 თვეში, 1 კვირაში. და თავისთავად კორექტულად გასცემ პასუხს, მაგრამ სინამდვილეში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან სასაცილო ამბავია რა, რომ ჩვენ ინტერესები გადანაცვლებულია იქეთკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით მივიღოთ ბუმბერაზი, ქათამი და მეტი მოგება დავრჩეს და ჩვენი ხაზი ზუსტად არის რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი, ნატურალური და ზომას არ აქვს ასე თქვა დიდი მნიშვნელობა. ხარისხია ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა კი აი მაგის თქვა მინდა. შერეული ყავს ხო ადგილობრივი ქათმებიც არის. სწორი კვებით თავისთავად წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. სუფთა წყალი კონდეს, პირობები სუფთა კონდეს. არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ისედაც, რო ვთქვათ, უჯიშო სუფთა სისხლი რომელიც არ არის და არ ვემდურით და რატომაც არა. დაახლოებით როგორ მერყეობს წონის ნაწილში და მეკვერცხულიც ყავთ მიმართულება თუ? კი, როგორ. და მეკვერცხულიც როგორ მუშაობს? მეკვერცხული ლივენურიც და ლივენურ ნაჯვარიც ფაქტიურად დღეს არ კარგავს, ყოველდღიურად დებენ კვერცხს. მათ შორის ძალიან 5 თვის სასაკიდან უკვე დაიწყენ კვერცხდება, ამინდებმაც შეუწყო ხელი. ინკუბატორზე როცა დავიწყეთ მუშაობა, ამან აშკარად იჩინა რა თავი, რომ არ გამოიჩეკა ასე ვთქვათ იგივე რაოდენობა, რაც ინკუბატორი გაქვთ თქვენ? კი. ხო, მოკლედ მე-6 თვეში დაახლოებით დავკალით გასუფთავებული, აი გამზადებული კერძისთვის, გამოვიდა 2 კილოგრამი და 100 გრამი. შეხორცებაც, ის ცხიმის რაოდენობაც მისაღები და ნორმალურია. ნორმალური მოთხოვნისთვის. ასე ვთქვათ, მომხმარებლისთვისაც, ვისაც ხარისხზე აქვს თავარი აქცენტი გაკეთებული და არა ზომაც. თავარი კომპონენტი მაინც კვების ნაწილია, ალბათ, ხო? ვერ ვიტყვი ასე, იმიტომ რომ სისუფთავეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი შიგნითაც შევიხედოთ. შევიხედოთ. სისუფთავე ამ შემთხვევაში, როგორც საგემოვნო თვისებებზე ახდენს,
გავლენას. ფრინველის ჯანმრთელობაზე, რა თქმა პირველ უნდა, რიგში. პირველ რიგში, რაც ავტომატურად დაკავშირებულია მის პროდუქტიულობაზე, ხო? კვერცხის მხრივაც და ხორცის მხრივაც. ეხლა რატომ აი ეს თივის საფენი სხვა ვარიანტებიც გამოიყენება ხის ბურბუშელა, ასე ვთქვათ, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ასე ადვილად ხელმისაწვდომი. აი ამას ჭირდება სპეციალური პრეპარატი, რაც ეს ამიაკის სუნი მოისპოს, არსებობს სპეციალური ბიობაქტერიაც და ხშირი ცვლა ამის, რომ სუფთად იყოს ფრინველი. ბუდეებში საფენების ხშირი გამოცვლა, ხო და ეს განაპირობებს და თავისთავად სწორი კვება და კარგი კვება. სხვათა შორის აქ საინტერესო ის არის, რომ ჯიშზე როცა ვსაუბრობ და სუფთ, აი რატო დავარქვით იმას ნორდია მეთქი, იმას გამზადებული უნდა ყველაფერი თავს არ შეიწუხებს ნადირობით. აი ადგილობრივი ფრინველი უფრო ველურ პირობებს მიჩვეულია. ხო, ადაპტაციას უფრო კარგად გადის და თავს გადაირჩენს ყოველთვის. აი ლივენურის დედლები მაგალითად ცოტა მძიმე წონის არიან, საბუდარზე ავტომატს კი უჭირთ. ხო, ეს არის. ხო, ცოტა დაბალზე თუ არ გაუკეთე, შველას ითხოვენ. ადგილობრივი ქართული ჯიშები სუფთასისხლი ყავთ? სუფთასისხლი არა, მაგრამ გვინდა რომ სელექციით გამოვიყვანოთ და დავიტოვოთ რა. მაინც გვინდა ყავდეს ლივენური და ადგილობრივ შევეჭიდოთ რამდენად გამოგივა სელექცია. ესე იგი, როგორ არის დაყოფილი ამ პაცა ფერმაში სექციები? ეს მაინტერესებს. იქით ხედავ პატარა ვოილერს, რომელიც გავს ხელით შექმნილ ძალიან საოცარ ლამაზ პატარა ხო, თუმცა სივრცეს ფრინველებისთვის. გამოდგა რა ქვია, რომ ცოტა პომპეზურია ციცილებისთვის. ხო, ეხლა კოტეჯების თემა ძალიან პოპულარულია საქართველოში და რომ დავიწყე ამის კეთება, გაგიჟდაო რა, მე მგონი კოტეჯებს უკეთებს გადაgatოს. ხო, სინამდვილეში როგორ იყო ამის ისტორია, რომ ერთ-ერთ მეფრინველეობის საიტზე, ქართულ საიტზე დაიდო მომეწონა იდეა, მაგრამ ფასი იყო ძალიან არარეალური. ხო, არა, მიყვარს ადამიანი პირველ რიგში შეუნდა დააფასო შენი შრომა, ხო, მაგრამ სხვარია ყველაფერს და ეს არ უნდა იყოს რაღაცა კოსმიურ თანხებთან დაკავშირებული. საკმაოდ ეკონომიურად ჩემი ხელი თავაწყე, მაგრამ მე შევუთვლი იდეის ავტორს, რომ რაღაცები ჭირდება კორექტირება, რომ პრაქტიკაში ცოტა არ გამოჩნდეს. დააპატენტოთ კიდეც, კი გავს მართლა კოტეჯს. სხვათა შორის ბევრმა თქვა, რომ დამიმზადე, გადაგიხდი, ასე ვიზამ, მაჩვიდე, მაგრამ დროის უქონლობის გამო არ ხერხდება ასეთი რაღაცა. და ყველაფერთან ერთად რა ლამაზია ფერებიც და იყენებთ პრაქტიკაში? კი, როგორ არა, მაგრამ ეხლა გავაჩერეთ, იმიტომ რომ მართლა უნდა გადავაკეთო. ხო, რა პირდაპირ ვთქვათ, მოკლედ კარგია, ზამთარში ვერ გამოიყენებ ამას, სიცივია და არ გამოდგება. დანარჩენ პერიოდში, ასე ვთქვათ, საბუდარიც აქ არის, საკვებს და წყალსაც თავისუფლად აწოდებ, ჩაუდგამ. მერე დასაჭერადაც მარტივია სიტყვაზე. მაგრამ ჰიგიენურ ნორმებს ვერ იცავ რა, გამოწმენდა უნდა ხშირად, ხო? ეხლა 50 წიწილი რო აქ პატარა იმაში შევა კოტეჯში. ის კუთხეები ქმნის დაბრკოლებას და კარგად ვერ ასუფთავებ. და შეიძლება ცოტათი შეიცვალოს პროექტი და ისიც პრაქტიკული გახდება. ისინი არიან ვაიმე, ჩემი სიყვარულები, როგორ მიყვარს. გუჯა. ეს რა ლამაზია. აუ, ძალიან შეცირდება და ძალიან დავაზიანებ. იცა ნახეთ რა ლამაზია. ჩემო სიყვარულო. ვინ არიან ესენი? და რამდენი ლივენურ ნაჯვარები არიან ისინი ყველა. ეს რა ლამაზი ფერია, რო გაიზრდება ასეთი იქნება? არა, შეიცვლის. შეიცვლის? ჩემო პატარა. აი ამ პერიოდში რამდენად იმუნიტეტი ძლიერი აქვთ, როგორ ართმევენ თავს აი სიცოცხლის პირველ დღეებს? პირველი 2 დღეა სხვათა შორის ძალიან სარისკო რა. აი წეხა თქვი კიდევ ვარც, რომ მეც არა ვარ პროფესიონალი ამ საქმეში, ჩემი გამოცდილება არ ყოფნის ეხლა ამის პასუხის გაცემას.
აი იღუპებიან და მიზეზი არ ვიცი, უნდა ვიკითხო, გავერკვიო მაგამ ბავში. თუმცა ამ 2-3 კრიზისულ დღეს როცა გადალახავენ, მე უკვე სწორი მკურნალობით, სწორი კვებით ფაქტიურად 21 დღეში მზად არის სრულად ჯანმრთელია ფრინველი. 21 დღიდან უკვე ვიწყებთ მარცვლეულზე გადასვლას, ოღონ ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროპორციით რა, ნელ-ნელა ვზრდით მარცვლეულის რაოდენობას და დაახლოებით თვე და 10 დღეში 15 დღეში სრულად არის გადასული ჩვეულებრივ მარცვლაზე. ანუ თუ ამ ორკვირიან ეტაპს გაუძლო, შემდეგ უკვე ძლიერად გრძნობს თავს, ანუ კრიზისული პერიოდი არის პირველი დღეები, ხო, სიცოცხლის როგორც ხდება. თან ნახეთ, როცა ინკუბატორიდან არის ეს ინკუბატორის ციძილზეა საუბარი. ის რომ საკენკი უნდა აიღოს, წყალი უნდა დალიოს, ამის მასწავლებელი არ აქვს. კრუხთან ერთად როცა არის, იმეორებს ავტომატურად კრუხის ქცევას და ამიტომ და შეიძლება იმიტომაც დაიღუპოს, რომ ვერ მიხვდეს, რომ უნდა ჭამოს და უნდა დალიოს და იმისაც ეშინია ხშირად, აი საკვებურია თუ წყლის ჭურჭელი ხშირ შემთხვევაში არც მიდის იქამდე, იმიტომ რომ ეშინია. ეს რისკებია, თორემ მერე იქით რო გადავლენ კოტეჯში ხელს რო ჩაყობ საკვების ჩასადებად მოგაჭმევენ ხელს ისე დღეში არიან და ჩვენი გეგმაც ასეთი არის. ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ არიქა მილიონობით წიწილა ვაწარმოოთ, ავიდეთ ასე ვთქვათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პირველი ამოცანა არის, რომ ჯანმრთელი, პროდუქტიული ფრინველი ადგილზევე გაიყვანოს მოსახლეობამ და რა ვიცი, ხვავი და ბარაკა ყველას. ეხლა რა არის თავარი ამაში, რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი ჩაფიქრებული იყო იმისთვის, რომ ამას მიეცეს როგორი სახე იცი, ცოტა საგანმანათლებლო კუთხითაც ბავშვებისთვის. ეხლა სანახაობას ისეც ვერ მოვაწყობთ, ძალიან დიდი კონკურენტი ყავს დენდროლოგიური პარკის სახით. ძალიან დიდი მასშტაბისა და არაჩვეულებრივი უნიკალური პარკია. ეხლა რა უნდა შექმნა შენ ისეთი, რომ მასზე უფრო ლამაზი სანახაობა იყოს, აი სრული 64-ია ხო გაკეთებული, მაგრამ თავარი ხაზი ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ აი ბავშვებს შეეძლოს მოსვლა და ჩაერთონ, ასე ვთქვათ, ფრინველის გამოყვებაში, სხვადასხვა ტიპის ფრინველში როგორ ხდება, რა ხდება. ვიღაცა შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, რომ სოფელში რომელი ბავშვი უნდა დაინტერესდეს, მაგრამ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რა ვიცი, სოფელში ვართ, მაგრამ ადგილობრივები ყიდულობენ კვერცხს. უკვირთ როგორ ზდი წიწილს და არ იღუპება. რომ 1000 რამეს თილობენ და არ გამოსდის. ნელ-ნელა დაიკარგა ეს გამოცდილება, ცოდნა და რა ვიცი, მე ვშიშობ, რომ როგორც ლომის და ვეფხვის სანახავად ზოოპარკში დავყავს ბავშვები, ღმერთთან უკნას, მაგრამ ატომაც გონია, რომ დადგება ალბათ ის დრო, რომ ქათამიც ზოოპარკში იქნება სანახავი და ძროხაც და ორი. და მე ვთვლი, რომ ბავშვისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რაც უფრო ემოციურ კავშირშია თავიდანვე, ხო, ეს ძალიან სკოლამდელი აღზრდა იქნება თუ საშუალო განათლება. უპირველესია, რომ ბუნებასთან მეტი კონტაქტი ქონდეს ბავშვთან. თქვენი დაკვირვებით როგორ ხსნით ამას? აი სამი შვილი ყავთ, როგორც მითხარით, ხო? და როგორი იყო მათთვის აქაურ პირობებთან ადაპტაცია და რამდენად ჩართულები არიან თქვენთან ერთად აგრარულ ცხოვრებაში? თავისთავად ამ ნაბიჯს ერთგვაროვანი შეფასება არ მოყოლია, რომ აი ბავშვები ცოდვა, ახალგაზრდები სად მიდიხართ, რა გინდათ სოფელში. ბავშვები არ დაღუპოთ. ბავშვ ქალაქი უნდა რაღაცა სხვადასხვა განვითარების. მოგიხდათ ამ წნეხის გავლა? კი, როგორ არა ის შიდა წრიდანაც და ასე ვთქვათ, საერთოდ რომ არაფერს კავშირში არა, ისეთი ადამიანის გაძლევს ასეთ გულითად რჩევებს. ხო და ეს კარგად ნაფიქრი, გააზრებული ნაბიჯი იყო, ამიტომ ამ წინააღმდეგობებს დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭეთ. მაინც იქეთკენ წავალთ, რომ ხასიათის ამბავია ალბათ და აღზრდის ამბავი. ეხლა არის ბავშვების კატეგორია და ტიპი, ვერ გააჩერებს სოფელში მაგალითად, რაღაცა 2 დღით შეიძლება, მაგრამ
მობეზრდება და წავა. თუმცა დაინტერესება მათი შეიძლება, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი ამის რესურსი. და ჩემ შვილებთან დაკავშირებით არ მქონია ეს პრობლემები, უყვართ აქაურობა, ალბათ ჩემი გავლენით შეიძლება მე ვახდენ გავლენას ამაზე. ისიც მაკმაყოფილებს ამ ეტაპზე, რომ ჩემმა შვილმა მისი თვალით დაინახა, როგორ კვერცხი როგორ გადაიქცა წიწილად, წიწილი ქათმად და წეხარაზეც ვისაუბრეთ ამ გადაგვარებულმა მოთხოვნებმა, რომ აი ქათამი რამდენი კილო იქნება, ამან ყველაფერმა გამოიწვია გემონური თვისებების ცვლილებაც არის თაობაში უკვე. ხო, არიან ბავშვები, რომელსაც შინაური კვერცხის არაფერი არ უნდა. არ მოწონთ. არ მოწონთ, ხო, ჩვენ დროს სხვა იყო, ხო? პირიქით გვიხაროდა და რაღაცებს ვაკეთებდით და ვიპარავდით. ერთი ქალბატონი ყავს გვერდზე, სოფლი და გადმოყვანილი. ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ ხო, დავარქვით მერიკო, სოფელი მერიიდან ყავს წამოყვანილი. ძალიან უცნაური ხასიათის არის, იმედი ამოჭრი მე თუ არა. ეს ჯანკარა და ირა დამოჭრა. ხო, არა მოჭრიდა, მე უნდა გამწიროთ. რა ვიცი, არ მინდა არავისთან ჭიდაობის სამცალია ძროხა იძახის. უნდა მივხედოთ. გაგვეცანით მერიკო. მარტო ცხოვრობს? ჯერჯერობით მარტო ცხოვრობს. დაურღვიოთ ერთი მყუდროება მაშინ. ეს არის ჩვენი მერიკო. ვაიმე, ეს ის ხო არ არის პატარა ფოტო რო ვნახე თქვენ Facebook. ეს არის ძალიან უზნეური საქონელი, ხმაურიანი, თელი სოფლის შემაწუხებელი. მართლა? რაღაცა არ ეთყობა. ისე გმასპინძლობს მშვიდად აუღელვებლად და ეხლა გაკვირდებათ და მაგ პროცესშია თუ არა. რა საყვარელია. რამდენი ხანი რაც ყავთ? წელიწადი გახდება, ხო, წელიწადია რა ზუსტად. ჭამს თუ სვამს თუ ძინავს, ყოველთვის ბღავის და და ბოლო გამოიკლიეთ იქნებ რა მააწუხებს თუ? ხო, მაგ სხვათა შორის ცალკე თემა არის და ძალიან გამიგრძელდება კიდეც. რამე აწუხებს ვეტერინარი გჭირდება. ესეც პრობლემაა. მოძებნო ადამიანი თავის საქმის მცოდნე, არა მარჩიელი დაუშვათ, მარჩიელი და ასე ვთქვათ, ძველებურ ტრადიციებზე დაყნობილი მკურნალობა ბევრი არის. აი მაგალითად ეს პირველი სულფეხა პირუტყვი იყო, რასაც შეხება მქონდა, შემჭამა, ხო ხედავ? და პირველი შეხება იყო, არ ვიცი, არასდროს ეხლა მე პირადად არ ყოფილვარ ჩართული საქონლის მოვლაპატრონობაში და ზაფხულში შევამჩნიე, რომ ბევრი მკმენარები და ბუზები ეხვია თვალს. შემეცოდა უბრალოდ. და ვიკითხე, რომ როგორ უშველო მეთქი ხარც უცოდი თუ რაიმე პრეპარატი იყო და ხო იცი ის არის. ძველი მჩხიბავები და რაღაცები. რაღაცა ძმრიანი წყალშიო ახალგაზრდა ყვავის კონი და ხო და ეს არაფერი ამას მოძებნი კარგი ამ რაღაცა ხო იცი ცეცხლი წყალი და რაღაცეები რო არის ესეთი ამას მოძებნი ბუნებაში არ არის პრობლემა მაგრამ ყველაზე რთული მომენტი რა მასწავლეს რომ ეს უნდა დაიგუბო პირში და შეაფურთხო და თვალებში და არაფერი აღარ შეაწუხებსო და აი მანდ მივხვდი რომ ცოტა სხვაგან ვიყავ ხო და როცა შენი არიცი სხვას უნდა კითხო ხო იცი ნათქვამი როა მე მგონი როცა შენი არიცი ჯობია რომ შენი იცოდე აქტი წარმოიდი ხო აი შენ საკუთარ ძროხას ჩემ პირში რომ აზავებ რაღაცას და მე დედალი ყვავის კონი ხო აი ჯანდაბას წახვალ ნაბიჯზე თუ გიყვარს პირუტყვი მაგრამ თუ გიყვარს წინააღმდეგობაშია ხო როგორ უნდა შეაფურთხო თვალებში ან მე რანაუსით უნდა მოწვენო სიგი ხო ჩვენ გვეცინება მაგრამ რა იცი რაშია საქმე იცი სოფლის მეურნეობას აიღებ, განათლებას აიღებ, სპორტს აიღებ, ყველგან გვაქვს ზუსტად ეს წყვეტა რომ რაც არ უნდა ვაძაგოთ ეხლა ფაქტია და ვერ გაიქცევი ხო აი საბჭოთა პერიოდის გამოცდილება თეორიული და საკმაოდ მაღალ დონეზე იყო სხვადასხვა მოთხოვნები იდგა მაშინ სახელმწიფოსთვის და აშკარად განვითარებული იყო
ის ცოდნე ხალხი და იმის ნელ-ნელა წავიდა ის თაობა და ის წვეტა არის ახალგაზრდა თაობა კიდე არ ინტერესდება ამით. ეხლა გეუბნებით მართლა ხუმრობა გვერდზე გადავდოთ და აი ნორმალური ვეტერინარი რომ მოვიდეს ადეკვატური იყოს თავის საქმის მცოდნე იყოს და რაღაცა სწორად შევადარიგება მოქცეს არ არსებობს. ისე რა არის ამის მთავარი მიზეზი, რას ფიქრობთ? აი ახალგაზრდებისთვის რატომ არ არის საინტერესო აი ეს აგრარული მეცნიერებები და აი თუნდაც ერთ სოფელს ერთი ვეტერინარი რომ ყავდეს, რატომ არის ამდენად რთული? ძალიან კარგი შეკითხვაა და ეცდები მოკლედ გიპასუხო, მაგრამ ამდენად გავონიო არ ვიცი. მიდგომებში ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა და ხშირად აი ელემენტარული ავიღოთ, რომ დღესაც გინდა სოციალური ქსელი ავიღოთ, გინდა ჩვენს ირგვლივ ადამიანები რომ სხვა ადამიანს შემჭამამ ძროხა სხვაგან დავდგეთ. დღესაც დაუკვირდით თუ გინდა რომ ადამიანი რომელიც სოფელში შრომობს რაღაც საქმიანობას ეწევა, ანუ უბრალოდ მაცხოვრებელი თუ არის, დღეს მოიხსენიება როგორც გლეხი. დამთავრდა ეს ტერმინი არ არსებობს, არ არის რელევანტური ხო დღევანდელობას რა გლეხსია საუბარი. გლეხი მოდის სიტყვიდან გლახაკი, ხო? აქ არ არის გლეხობაზე საქმე. ბავშვებს ეს ესმის, რომ ის გლეხია, ის ქალაქელია. მერე პრიორიტეტები სხვანაირად არის წარმოჩენილი. მერე ყველას იმისკენ მოწოდება, რომ სხვა უნივერსიტეტებში, სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში უკეთესია სწავლა, ყველა დიპლომატი უნდა გამოვიდეს, ყველა ქირურგი უნდა გამოვიდეს. ამის არჩევანს ვერავის ვერ წაართმევ და შეუძლია თამამად აერჩიოს, მაგრამ აი რაღაცა სტიმული კონდეს და სხვა კუთხით რო წარმოაჩინოს სოფელი და ბავშვს უთხრა რომ შენ თუ არ მოინდომებ ვერ გახდები კარგი ქირურგი, ხო, რა ვიცი, 10 წლეულები უნდა ისწავლო რომ ამ პროფესიას დაეუფლო და ზოგს არ აქვს ამის რესურსი. რა ვიცი, დაკავდეს საინტერესო საქმით, ხო? ეს ვიცი ბუნებასთან კავშირი მისთვის პირველ რიგში უკეთესია და ჩვენი უნივერსიტეტებიც სხვანაირად აპრიორიტეტებენ ფაკულტეტებს და რომ ნახოთ შეიძლება იურიდიულ ფაკულტეტზე, სამედიცინო ფაკულტეტზე და სხვა მეცნიერებებზე ტევა არ იყოს სტუდენტების და არის უნივერსიტეტები, სადაც ძალიან გაუქმებულია და უშუალოდ აგრარული მიმართულება.